მეგრად შეუქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ესეთი განცხადება გავაკეთე გასული წლის 4 ოქტომბერს. რატომაც ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც 7 ოქტომბერს იცელიდნენ ხოლმე. შუჩი იყო სრული განცხადება. ერთ წინადადებითი განცხადებას სრულიად ესეთი რომ მონაწილეობას მიიღება 2012 წლის არჩევნებში გაკეთდა ოქტომბერს. 4 ოქტომბერიდან მოგეცემათ 20 თვეზე ცოტა მეტი გავიდა. ჩვენ ვახერხეთ ამ დროისთვის უკვე პარტნიორებთან გავგულიყავით. პროცესი დაეთენების პრაქტიკულად დავასრულეთ. ძალიან კარგი პარტნიორები გვაქვს დღეს, კარგი გუნდი შეიქმნა. ამავდროულად და პარალელურად ჩვენ ვახერხებდით და ვაგრძელებთ რეგიონალური სტრუქტურების შექმნას. 44 რეგიონში უკვე გაგვაჩინა სტრუქტურა. ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ მარტის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ პროცესს რეგიონალური სტრუქტურების ჩამოყალიბების. პროცესი ცოტა გაგვიჭიანურდა. მიზეზები თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ხელისუფლება დღემდე მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს. ეს კურიოზები ხდება თბილისში და განსაკუთრებით რეგიონებში. ძალიან ხშირად დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები მეორე დღეს მე პატრონები გვახერხებიან რომ გავაუქმოთ. რამდენადაც კარგად მოგესალმებით რომ მას ხელშეკრულება დიდი ზეწოლა. ეს არის სააკაშვილის ეუბრი დემოკრატია. სააკაშვილის დემოკრატია, რომელიც პრაქტიკულად უგზავნოს დეპარტამენტებს საკუთარი ქონების გაქირავებას. ასეთი რამ როგორც საკუთარ კავშირის დროსაც აქტიურობდა მსგავსი მოქალაქეებს არ ქონიათ მსგავსი შეზღუდვები. სააკაშვილის დემოკრატია ახერხებს ამას. მეგონი მსგავსი შეზღუდვები თუ გავიხსენებთ ისტორიას, უფრო ბატონყურობას უფრო განსხვავდება და უფრო ეხმაურება ვიდრე უახლოეს ასულს. ვინც სათანამშრომლოდ მიიწვიეთ თემიჯი და საინიციატივო ჯგუფში ვერ მოხდა ეკა ბესელია. აგრძელებთ თუ არა მასთან თანამშრომლობას და რა კითხით თანამშრომლობთ თქვენ ბესელიას? ეკა ბესელია დღეს დაკავებულია ამ იურიდიული განმავლობის გასვით და დაბრუნებით და კიდევ აქვს სხვა დავალებებიც. მოგვიანებით ძალიან ცოტა წარმოგიდგენთ პარტიის წევრები, მომავალი პარტიის წევრები, მას საშუალება ექნება თუ სრული დარჩება ამასთან. მიიღოს მონაწილეობა შესაძლოა პარტიაში. რატომ არ ესწრება ხალხობრივ პრეზენტაციას? ასე მინდა გითხოთ, შემთხვევით არის თუ რაღაც გარკვეული განმავლობაში რომ ბევრი უფლებადამცველი გყავთ საინიციატივო ჯგუფში, ეს იმიტომ ხომ არა რომ თქვენი მოქალაქეების საკითხია. ეს წარმოვაჩინეთ ეს საინიციატივო ჯგუფი საკმარისია. თუ მომავალში ჩვენ პრეზიდენტო მაინც მოახერხა ის გრაფიკის პარაგრაფი დასვეს და დარჩა კანონდარი. ასეთ შემთხვევაში ქალბატონი ეკა იქნება ის წარმოადგენს ეს. რაც შეეხება უფლებადამცველებს, კარგია, საპარლამენტო მუშაობის გათვალისწინება, კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც პირაზე დააყენა თავადაზოგადოებასო, ეს მუშაობა მოგიწევს. ასეთ პრაქტიკა საერთოდ მიღებულია და კარგია, რაც მე იქნება იურისტი, უფრო კარგი ეფექტური პარლამენტი გოღონებს. იდეის გამო არიან თუ ფულის გამო? თქვენს გარშემო შემოკრებით. არ ვიცი, თქვენ გეკითხებით. მე ვფიქრობ, რომ ფულის გამო არიან? გეკითხებით, არ ვიცი. რა თქმა უნდა იდეის გამო, რა თქმა უნდა მათ ისე უყვართ სამშობლო როგორც მოყვართ მე და როგორც თქვენ, რაც მოგებია თქვენ უყვართ თქვენი სამშობლო.